სალ მეგობრებო, კეთილი ყავს თქვენ მოგზაურობა ჩემს სახლზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ beauty news-ების შესახებ. თან მე ჩემს დილის რუტინას მივყვები, რადგან ამის შემდეგ ვიდეოების ჩაწერა მინდა და მოვემზადები. თან beauty news-ების შესახებ ვისაუბროთ 2025 წლის ბოლო beauty news-ების შესახებ. გადავხედოთ რა არის ახალი ბოლო კვირეების და თვეების განმავლობაში, ცოტა შევაჯამოთ 2025 წლის beauty news-ები და თან მე შემდეგი ვიდეოებისთვის მოვემზადები და ჩემს დილის რუტინას მივყვები. ახლა გამოვედი საბაზარიდან სახით ჩამოვიბანი ცოტა უფრო მსუბუქი გამწმენით ყოველთვის როცა მაკიაჟს ვიკეთებ ხოლმე, რომელიც მთელი დღე უნდა დარჩეს და რამოდენიმე ვიდეო უნდა ჩამაწერინოს, ყოველთვის მიყვარს სახის გასუფთავება, როგორც ესე დილით დიდად სპეციალურ გამწმენ საშუალებას არ ვიყენებ დილის რუტინაში, მაგრამ ასე დროს ყოველთვის მიყვარს ხოლმე კანის გასუფთავება, შემდეგ ბევრად უფრო უკეთესად ჯდება მაკიაჟი კანზე. და ჩემს პერანგზე შეამჩნევთ, რომ რა თქმა უნდა ჩამოვიწუწე გამწმენდი. თუ არ გაიწუწე, ესე იგი სახე კარგად არ გაგისუფთავებია. ამიტომ არ აუშვებს. ოკეი, მოდით პირველი ბიზნეს შეთანხმებით დავიწყოთ, რომელიც L'Oreal-ს უკავშირდება. თან მე შრატით დავიწყებ რუტინას. ეს არის ისანას ახალი პროდუქტი, ახალი კორეული ხაზი გამოიტანეს ბაზარზე, როგორც იცით და ერთ-ერთი რაც ჩემთვის საინტერესო იყო პროდუქტებიდან ამ ხაზიდან დამატენიანებელი აქვს, შრატი აქვს, გამწმენდი, ტონერ პადები, ერთ-ერთი პაჩები. ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი, რომელზეც ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა რომ შემეძინა და გამეტესტა და ჩემი რუტინისთვის საინტერესო იქნებოდა. არის მათი შრატი, აზიური სენტელათი და ნიაცინამიდით, რომელიც სხვათა შორის მომეწონა, როგორც ხედავთ, თითქმის გამოვცალე, რამოდენიმე გამოყენება დარჩა. საკმაოდ სასიამოვნო გამოსაყენებელი შრატია, თხელი, თითქოს რაღაც ესეთი გელის ტექსტურით იშლება კანზე, ძალიან სწრაფად შეიწოვება, უბრალოდ რაღაცა ესეთი ყვავილების პარფიუმი აქვს, ცოტა ესეთი მძიმე, მაინამაინც ჩემი ფავორიტი არომატი აქვს, თქო, ვერ გეტყვით, ცოტა არასასიამოვნო სუნი აქვს ჩემთვის, მაგრამ ნუ არ რჩება ისე კანზე, რომ ძალიან შეგაწუხს. აი სახეზე გადასმის დროს გრძნობ განსაკუთრებით, როგორც ხედავთ აქ. არ ვიცი, ვინ არის და რა არის ეს ახალი მდგმური მყავს ნიკაპზე. ნახოთ ეს რამდენ ხანს დარჩება. L'Oreal-ს რაც შეეხება, L'Oreal-მა შეიძინა Kering-ის beauty განყოფილება. Kering-ი არის საკმაოდ დიდი კონგლომერატი, დიდი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა ბრენდები ეკუთვნის და ერთ-ერთი არის კრიდი, ნიშე პარფიუმების სახლი, რომელიც ახლა უკვე L'Oreal-ს ეკუთვნის. არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, არის რამე დარჩენილი ბაზარზე ისეთი, რაც L'Oreal-ს არ ეკუთვნის? სერიოზულად, უკვე ხეცით ეს აღშფოთებას გამოვთქვა, ევროკავშირის არ იყოს. აღშფოთებას გამოვთქვა, იმიტომ რომ მე მგონი ყველაფერი L'Oreal-ს ეკუთვნის უკვე ნეონალა ბაზარზე. ეს არის Nainless-ი, მათი კოჯიკის მჟავის და ნიაცინამიდის შრატი. მართალი რომ გითხრათ, დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი ამ ბრენდის შრატებით და სხვა შრატებთან შედარებით ამას კიდე არ აუშავდა ეს. ოდნავ კიდე უფრო უკეთესი იყო, სხვათა შორის კანის ტონზე ცუდი არ იყო. მეორე ნიაცინამიდთან და აზელენთან შედარებით ეს ოდნავ უფრო ეფექტური იყო. განსაკუთრებული სხვაობა დავინახეთ ხო? არა, მაგრამ იმ შრატებს რო ვადარებ, იმათთან შედარებით აშკარად უფრო უკეთესი იყო ეს შრატი. სადღაც 4.6 მილიარდ დოლარზეა საუბარი. მაგრამ საინტერესო მომენტი აქ არის ის, რომ Kering-ს ეკუთვნის Gucci-ს beauty განყოფილება. ანუ Gucci-ს პარფიუმების სახლი მაგალითად, Gucci-ს პარფიუმები Kering-ს გამოაქვს ბაზარზე. მაგრამ Kering-ს სჭირდებოდა ახლა საქმისთვის და ბოლო წლების განმავლობაში Gucci-ს beauty პარფიუმ მაკიაჟის ნაწილ, ანუ გაყოფილება პროდუქტების გამოტანა ბაზარზე კოდისთვის ჰქონდა გადაცემული. კოდი, როგორც იცით, ასევე ერთ-ერთი დიდი beauty კონგლომერატია, რომელსაც არაერთი ბრენდი ეკუთვნის ბაზარზე. აი მაგალითად Kim Kardashian-ის ბრენდიც კოდის ეკუთვნოდა, რომელიც გამოისყიდა Kim-მა ისე უკან Kylie Cosmetics-იც კოდის ეკუთვნის, ანუ კოდის გამოაქვს პროდუქტები ბაზარზე, მოკლედ ბევრი კომპანია ეკუთვნის კოდის და Gucci-ს პროდუქტებსაც ისინი აწარმოებდნენ. და ხელშეკრულება კოდის და Kering შორის იყო 2027 წლის ბოლომდე, რომ 2027 წლის ბოლომდე უნდა გამოეტანა Gucci-ს პროდუქცია ბაზარზე. ესე იგი, კოდის მოგების დაახლოებით 10%-ზეა საუბარი, როცა Gucci-ს პროდუქციას ეხება საქმე. ხო და ეხლა რა თქმა უნდა კარგავს კოდი ამ ყველაფერს. იმიტომ რომ 2 წელიწადში L'Oreal-ს უნდა გადასცეს Gucci. ეს არის Ampel N, ესეც კორეული ბრენდია, მათი კერამიდების შორტ დამატენიანებელი. ამასაც თითქმის ვამთავრებ. საკმაოდ სქელი დამატენიანებელია ზამთრისთვის და მშრალი კანისთვის, სხვათა შორის მომეწონა, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია. ღამის რუტინისთვის არის განსაკუთრებით ძალიან კარგი, თუ მშრალი კანი გაქვთ.
ძალიან მოგეწონებათ. ცოტა ესეთი მატ ეფექტით ჯდება კანზე, რაღაც ესეთი shimmery glow ეფექტი არ აქვს, რაც შეიძლება მშრალი კანის ოკლუზიური დამატენიანებლისთვის წარმოიდგინოთ, მაგრამ კარგ დატენიანებას გაძლევს და კარგად იცავს კანის ფარიერს. ეხლა საღამოს და ცივ დღეებში ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი კრემი იყო, თითქმის დავამთავრე. ხო და ეხლა საუბარი იყო იმაზე, რომ აღარ მოინდომებს რა თქმა უნდა ეხლა ქოუნი ეს ბოლო 2 წელიწადი, უჩის რა ეშველება, იმიტომ რომ უნდა გადააბაროს L'Oreal-ს ბრენდი, მოდი სამყაროში და beauty სამყაროში ზოგადად ესეა, რომ ეხლა წარმოგთავაზ დარწმუნებული ვარ 2027 წლის ზაფხულის კოლექციები აქვს უკვე დაგეგმილი და მზად და ჩაშვებული წარმოებაში. რა თქმა უნდა, ბევრი რამე უკვე დაგეგმილი ექნებოდა Gucci-ის Gucci-ისთვის, რასაც ესე უცებ შეცვლიან, რა თქმა უნდა, და მიყვნენ მაგ გეგმებს, იმიტომ რომ მილიონობით დოლარის შესახებ საუბრობთ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკარგვაც ესე იოლად არ უნდა გოდეს და მთლიანად არ ჩაიქნევს ხელს Gucci-ზე, მაგრამ ეს საუბარი იყო, რომ აბა რა სიზავს ეხლა გონი, რომ როცა იცის, რომ რა წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში უნდა გადასცეს L'Oreal-ს ბრენდი და გადაწყვიტა, რომ L'Oreal-ს უჩივლოს. Kering-ს და L'Oreal-ს ორივეს, რომ ესე იგი ჩვენ არ გაგვითხვალისწინესო ამ ბიზნეს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებისასო და ჩვენი ინტერესი არ გაითვალისწინესო, ჩვენ ამდენი წელიწადია უკვე, ასე ვთქვათ, თანამშრომლობთ ერთმანეთთანო და ძალიან დიდ ფინანსებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ესე იული არ არის, რომ ჩვენ დავთმოთ ეხლა ეს ყველაფერი, გეგმები გვაქვს ამ Gucci-სთან დაკავშირებითო და მოკლედ ძალიან არ ვიცი, საინტერესოს და ცოტა უცნაური სიტუაცია არის. 3 დიდი კონგლომერატი ჩართული ამ ამბავში. ძალიან მაინტერესებს საბოლოოდ რა გამოვა. არ მგონია, რომ რეალურად სასამართლო დარბაზამდე მივიდეს საქმე, ვფიქრობ, რომ ადვოკატებისადმი მრგვალი მაგიდის გარშემო მოაგვარებენ მაგ თემას და მგონია, რომ ოდი საკმაოდ დიდ გამოსასყიდს მიიღებს იმისთვის, რომ ჩუმად იჯდეს და მოიცადე 1-2 წელი და გადმოგვაბარე მე Gucci. რატომღაც მგონია, რომ ეგრე დამთავრდება ეგ ამბავი, მაგრამ ძალიან საინტერესო მომენტი, ესე იგი კარს უკან დადებული შეთანხმებები და გარიგებები ისე ახდენს მე ბაზარზე გავლენას, ისე ცვლის ბაზრის დინამიკას, რომელიც მე რა თქმა უნდა ფასებზე ახდენს გავლენას ბრენდი ვის ეკუთვნის, სად იწარმოება და ასე შემდეგ, რომ ხშირად ვერც კი ვიგებთ ხოლმე ამ ამბებს. ესპერსე გადავალ, ეს არის Haru Wonder-ის შავი ბრინჯის მზისგან დამცავი, რომელშიც არაფერი აღარ დარჩენილი. მაგრამ აი მე მგონი ბოლო გამოყენება, მაგრამ მაინც ვცდილობ, სანამ რაღაცა ცოტათი მაინც გადმოდის შეფუთვიდან. ბოლომდე ვცდილობ. ეხლა Black Friday-ს თუ შევუკეთავ, თქვენ რომ ამ ვიდეოს ნახავთ, მე უკვე შეკვეთილი მექნება აუცილებლად მზისგან დამცავები და ვფიქრობ, რომ მე ისევ ჩემს კორეულ მზისგან დამცავებთან დავრჩები და ის სტაილზე და სტაილანაზე შევუკეთავ რამეს. კიდევ ერთი ახალი საინტერესო ამბავი არის ის, რომ MAC-ი გაიყიდება Sephora-ში. თუ ხართ დიდი ხანია უკვე beauty სფეროში და მაკიაჟის სფეროში განსაკუთრებით ჩართული და იყავით ან MAC-ის თავის დროზე, როცა MAC-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი იყო, მაკიაჟ ბრენდი იყო ბაზარზე, ან თუ Sephora-ს მომხმარებელი ხართ წლებია, გეცოდინებათ, რომ ეს ორი ერთმანეთის დაუძინებელი მტერი ვინ იქნებოდა ბაზარზე პირველი. ეს იყო სერიოზული ბრძოლა Sephora-ს და MAC-ს შორის, იმიტომ რომ თითქმის ყველა დიდი ბრენდი იყო, რა თქმა უნდა, Sephora-ში წარმოდგენილი, მაშინ როცა MAC-ს თავისი მაღაზიები ჰქონდა და მხოლოდ თავის მაკიაჟს და კოსმეტიკას ყიდდა და ძალიან დიდი კონკურენცია ჰქონდათ. Sephora ყოველთვის ცდილობდა, რომ ეს კლასი და ელეგანტურობა და მათი თანამშრომლები მაღაზიაში როგორი მაკიაჟი უკეთიათ უსვიათ და როგორ წარმოადგენდნენ საკუთარ თავს და ბრენდს და ეხლა შეიცვალა ბევრი რამე, მართალი გითხრათ, მაგრამ ეს აი ხუთი პროდუქტის პრინციპი. მე მგონი აბარა აქვთ ეგ 5 პროდუქტის პრინციპი ქონდა Sephora-ს, რომ აუცილებლად სამსახურში უნდა მისულიყავი მინიმუმ 5 პროდუქტით სახეზე. მინიმუმ. ანუ არ ვიცი, ტონალური, კონსილერი, გლოსი, ტუში, პუდრა, არ ვიცი. მინიმუმ 5 პროდუქტი უნდა შეამჩნევ და დაინახავ, აი ეგეთი მაკიაჟის 5 პროდუქტი უნდა გქონოდა სახეზე სამსახურში რომ მიდიოდი Sephora-ს ფილიალში. მაშინ როცა MAC-ის თანამშრომლები იყვნენ, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ გქონდა ბონში MAC-ის ფილიალი, რომელიც სამწუხაროდ დაიხურა. MAC-ის თანამშრომლები იყვნენ ძალიან ფერადები, ძალიან განსხვავებულები, ხმამაღალი მაკიაჟით, ისეთი მაკიაჟით, როგორიც თვითონ უნდოდათ, დიდი შედარების და შეჯიბრის თემა MAC-ს და Sephora-ს შორის და ეხლა რო წავიკითხე, რომ MAC-ი Sephora-ში იქნება წარმოდგენილიო. არ ვიცი, როგორ უნდა ჩავთვალო ეგ ამბავი, რომ მოიგო ეს შეჯიბრი Sephora-მ. ანუ მესმის, რომ MAC-მა ფილიალების უმრავლესობა დაკეტა. უმრავლესობა. არ ვიცი, ქალაქების ნახევარზე მეტში, სადაც ქონდა MAC-ს ფილიალები,
ვეღარ იპოვით მაგის ფილიალებს და თითქმის მთლიანად ონლაინ არიან, ონლაინ შოპებში არიან წარმოდგენილები. ამიტომ შემიძლია ვიფიქრო და წარმოვიდგინო ეს ამბავი, რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ფიზიკურ შოპებში, ფიზიკურ მაღაზიებში იყვნენ წარმოდგენილები და ამისთვის Sephora, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, იმიტომ რომ აი ყველაფერი აწყობილია Sephora-ს და შემდეგ შეხვიდე შენი კოსმეტიკით, უბრალოდ საინტერესოა რამდენის თქმის უფლებას მისცემენ მაგს. როგორც წესი, Sephora-ზე ბრენდებს ძალიან ცოტა რაღაცის თქმის უფლება აქვთ. ძალიან ცოტა რაღაცის თქმის უფლება აქვთ. რა პროდუქტები იქნებიან წარმოდგენილები, მაღაზიებში რა პროდუქტები დარჩებიან მხოლოდ ონლაინ, რაზე ეტყვის ბრენდებს, რა იცი რა, ეგ საერთოდ არ გჭირდება და არ გვაინტერესებს. ჩვენ თვითონ ავარჩევთ, რაზე ვფიქრობთ, რომ საინტერესო პროდუქტებია და გვინდა რომ იყოს ჩვენს შოპებში და ჩვენს ონლაინ ვებსაიტზე, გვერდებზე გასაყიდად გამოტანილი, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავხედავთ, რა გვინდა რომ გქონდეს და რა არა, ნუ არის ტუშები იმდენი გვაქვს, არ გვაინტერესებს ახლა თქვენი ბრენდის ტუში, შეიძლება დასაჯენი სპრეი ან რა, ანუ ძალიან ბევრის თქმა გადაწყვეტა შეუძლია ასეთ სიტუაციებში Sephora-ს და ძალიან მაინტერესებს რამდენად ფართო და ძლიერად იქნება მაგე წარმოდგენილი Sephora-ში. რის უფლებას, რის შეტანის უფლებას მისცემენ, მაგრამ ისე არ ვიცი, რაღაცა ერთ ერა დამთავრდა მე მგონი. სკიმის ახალი პროდუქტები თუ ნახეთ, ახალი პროდუქტი უფრო სწორად. ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ მთელი ინტერნეტი ვაიმე ეს რა არის და ვაიმე ეს რა არის და სერიოზულად ეს როგორ უნდა გამოიტანო ბაზარზე გასაყიდად და რა ხდება და რა უაზრობა და ამოყიდულია. აინტერესებთ, ყიდულობენ, მომგებიანი ბიზნესია, თორე სხვა თუ არაფერი ის შეგვიძლია ვთქვათ კიმ კარდაშიანის შესახებ, რომ ფულს რაც არ აკეთებს, ისეთ საქმეში ნამდვილად არა. დახარჯავს დროს, ხო ასე? ტრენდს რაც შეეხება, ასე არის, თმას ვაბრუნებთ, თმა ხდება ისევ ტრენდული? აუცილებელია რომ ამაში ფული გადავიხადოთ, ყველამ ჩვენი რომ მოვუშვათ, არა? კიდევ ერთი საინტერესო ამბავი არის ის, რომ LVMH-ს უნდა Fenty Beauty-ს გაყიდვა. მე Elf-ის ტონალურით გავაგზავნებ, რომელიც თითქმის დავამთავრე წელს მეგობრებო, თითქმის. ბევრი არაფერი აღარ არის შეგინ დარჩენილი, რაც ძალიან მახარებს, რომ ეს ერთ წელიწადში შარშან შემოდგომაზე ვიყიდე თუ გახსოვთ და მქონდა კიდეც ამისი რევიუ. ანუ შარშან გამოვიდა ბაზარზე პროდუქტიც და მაშინ შევიძინა და მქონდა რევიუ და ძალიან მიხარია, რომ ერთი წელი გავიდა და ვამთავრებ შეფუთვას. ეს მას ნიშნავს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რომ პროდუქტს ვიყენებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცა ტონალურს ეხება საქმე, თორე ტონალური ყოველდღე ნამდვილად არ მისვიება. ძალიან საინტერესო ამბავია ჩემთვის. Fenty-ს რაც შეეხება, როგორც ჩანს, Fenty-სთან თლად ისე კარგად არ არის საქმე. როგორც ჩანს, ისეთ ციფრებს ვეღარდებს Fenty, როგორც ერთ დროს, რაც არ მეიკვირს მართალი რო გითხრათ. ცოტა შორის არაჩვეულებრივი სტატია იყო ამ თემაზე, რომ როცა celebrities ბრენდების შესახებ საუბრობთ, ეს ბრენდები რეალურად წარმატებულები არიან მაშინ, როცა თვითონ celebrity-ები არიან ჩართულები და აქტიურად არეკლამებენ ბრენდს, აქტიურად იყენებენ პროდუქციას, აქტიურად საუბრობენ მათი ბრენდის შესახებ სოციალურ მედიაში და ანუ ის ასოციაცია, რის გამოც თავიდანვე ინტერესდები ბრენდით, რომ აი შენი ფავორიტი მომღერლის თუ ვარსკვლავის ბრენდია, ეს ასოციაცია, რომ ასე ვთქვათ, იკარგება იმ მხრივ, რომ აღარ ჩანხარ საერთოდ და შეიძლება უკვე რაღაცა ახალი ის თაობა გამოჩნდეს beauty ბაზარზე, რომელშიც არც კი იცოდეს, რომ Fenty რიანას ეკუთვნის საერთოდ. ამან გამოიწვია ეს ამბავიო, რომ ესე ძალიან დაიწია Fenty-ს მოგებამ და ციფრებმა და გაყიდვებმა და საერთოდ არ მეკვეს 100%-ით ვეთანხმები მაგ ამბავს, იმიტომ რომ ქონდა Fenty-ს ნამდვილად ის მომენტი, რომ აი რიანას გარეშეც ძალიან წარმატებული ყოფილიყო და ეხა ესე არ წარმოიდგინოთ რაღაცა წითელ ციფრებში არიან და მოგებაზე ვერ გარიან. არა, რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ ეხა LVMH-ი არის კომპანია, რომელსაც Sephora ეკუთვნის. LVMH-ს როცა ეხება საქმე, ეხა ჩვენ რო გგონია, რომ რამდენიმე მილიონს ან მილიარდს რო აკეთებს ბრენდი წელიწადში, ვაუ, ასეთი კონგლომერატებისთვის ეგ ცენტები. ეგენი სხვანაირად უყურებენ ასეთ რაღაცებს და ეგენი სხვა ციფრებზე და სხვა პროცენტებზე გარიან და მაგათთვის მოგება აბსოლუტურად სხვა რაღაცას ნიშნავს, ვიდრე ხა ჩვენ ჩვეულებრივი მომხმარებლის თვალით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რას ამბობთ, არაჩვეულებრივი პროდუქტებია, აქვთ ბაზარზე და არაჩვეულებრივი კოლექციებით გამოდიან და ბევრი საუბრობს ამ ბრენდის შესახებ და Sephora-ში არიან და ანუ ჩვენ როგორც მომხმარებელს როგორც წარმოგვიდგენია ეგ ამბავი, ამ კონგლომერატებისთვის ეგ აბსოლუტურად სხვა თემა არის და აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ მაგ ამბავს და როგორც ჩანს ვეღარდებს Fenty იმ ციფრებს, რასაც ადრე დებდა. საერთოდ არ მეკვირს. რიანა უკვე ძალიან დიდი ხანია ჩამოშორებული არის სცენასაც. არც სიმღერას და კლიპს როცა ეხება საქმე, არაფერი ახალი აღარ გვინახავს მისგან და არ ვიცი, ბოლო
ალბათ 6-7 წლის განმავლობაში მაინც მიყვა Fenty, რომ შეენარჩუნებინა თავისი სტატუსი Sephora-ში, მაგრამ იმდენი ახალი ბრენდი გამოდის, სადაც უკვე ესეთი კარგი ფერები სარჩევანი ტონალურსში, რაც Fenty პიონერი იყო ნამდვილად მაგამ ბავშვი და ძალიან წარმატებული. ეხა მარიოს არაჩვეულებრივი არჩევანი აქვს Sephora-ზე, ნატაშა დენონას არაჩვეულებრივი არჩევანი აქვს. ფერებს როცა ეხება საქმე, ლანკომს არაჩვეულებრივი. ან ნელ-ნელა ის სტატუსი, რაც ჰქონდა Fenty სამწუხაროდ იკარგება. 50% ეკუთვნის კომპანიის LVMH-ს. მეორე 50% მართალი გითხრათ, მთლიანად რიანას ეკუთვნის, თუ იქაც სხვა ინვესტორებშია განაწილებული და კიდევ უფრო ნაკლები წილი აქვს თვითონ რიანას. მართალი გითხრათ, ზუსტად ვერ მივხვდი. ეგ ისტორია და ეგ ამბავი შეიძლება ესე არც იყოს ზუსტად გასაჯაროებული ეგ ამბავი, მაგრამ როგორც მივხვდი, ამ წუთას იმ 50%-ზეა ლაპარაკი, რომელიც LVMH-ს ეკუთვნის და არ ვიცი, როგორც მივხვდი, თვითონ რიანასაც კი არ უნდა ამ 50%-ის უკან გამოსყიდვა. როგორც მივხვდი, ახალ ინვესტორს ეძებენ. ბრონზერით გავაგრძელებ, კრემ ბრონზერი ეს არის Makeup Revolution-ის კოლექციიდან აბსოლუტურად ფავორიტი კრემ ბრონზერი და ერთ-ერთი პროდუქტი Makeup Revolution, რომელსაც შემიძლია ვთქვა, რომ იყიდეთ. ეგენიც არ არიან კარგ მდგომარეობაში. მე მგონი შემდეგი ბრენდი, რომელსაც ვნახავთ, რომ 2020 რომელი წელი მოდის ხმართ? 2026 ხო? 2026-ში რომ შემდეგი ბრენდი დაიხურება, რატომღაც მგონია, რომ Makeup Revolution კიდევ ერთხელ იმდენჯერ გაკოტრდნენ. ერთი ვიდეო უნდა ჩავწერო Makeup Revolution-ს. იმდენჯერ გაკოტრდნენ, რომ მე მგონი ნელ-ნელა ის დრო არის, რომ ვეღარ დაუბრუნდებით, გამოაცხადებენ. მოკლედ, სკიმზე დამავიწყდა, მე თქვა, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლებათ. არც ვიცი, კი აღარ მახსოვს, რა წავიდეთ აღმასრულებელი დირექტორი, მე მგონი ამიკოლეის ყოფილი დამფუძნებელი, ანუ ამიკოლეი არის beauty მაკიაჟის ბრენდი, რომელსაც შავკანიანი დამფუძნებელი ყავდა. დიარა, სხვათა შორის ეს ბრენდი Sephora-ზეც იყიდებოდა, Sephora-შიც იყვნენ წარმოდგენილები. ძალიან ცნობილი და წარმატებული ბრენდი იყო, როცა ფერებს ეხება საქმე, ინკლუზიურობას ეხება საქმე. ფერადკანიანი მომხმარებლებისთვის და ამით ძალიან პოპულარულები იყვნენ სხვათა შორის Sephora-ზეც, მაგრამ ფინანსების გამო სამწუხაროდ დაკეტვა მოუწია ამ ბრენდის და ძალიან ის თემა იყო გულდასაწყვეტი ბევრისთვის მოკეთ beauty სფეროში და სკიმაც არ დააყოვნა. ხო გეუბნებით ბიზნეს როცა ეხება საქმე, ვიღაცა ძალიან კარგი მრჩეველი ყავს მაგ საქმეში. დიარა აიყვანეს სამსახურში, საკმაოდ იოლად დაიწერეს ქულები ბევრ მომხმარებელს. ანუ ინკლუზიურობას როცა ეხება საქმე, სკიმს მაგ მხრივ ფერებს. ფერების მხრივ არც ქონია მაინდა-მაინც პრობლემა, ყოველთვის ეგრე იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით დაიწერეს ქულები, იმის გამო, რომ დიარა აიყვანეს სამსახურში ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ნამდვილად. ელფს რაც შეეხება, როგორც იცით, ელფს რამოდენიმე საინტერესო სკანდალი ჰქონდა ბოლო პერიოდში, რამოდენიმე არასწორი გადაწყვეტილების გამო და როგორც ჩანს მათ ფინანსებზეც აისახა ეს ამბავი, ანუ ძალიან წარმატებული პირველი კვარტალი ჰქონდათ 2025-ში როუდის წყალობით. როუდი გახდა ყველაზე წარმატებული პირველადი გაყიდვებით, ყველაზე მაღალი პირველადი გაყიდვები დადო Sephora-ზე. ანუ როცა პირველად შედის, ასე ვთქვათ, ბრენდი ესეთ პლატფორმაზე, როგორც Sephora არის, ყველა რეკორდი მოხსნა როუდმა გაყიდვებითო პირველ კვარტალში 2025 წლის. მაგრამ მეორე კვარტალიდან როუდმა ვეღარ უშველა, როგორც ჩანს. ელფს, ანუ სხვა მხრივ იმდენად დაბალი ციფრები დაიდო ელფთან, რომ ბირჟაზეც კი 29%-ით დაეცა ელფის აქციების ფასიო. მოკლედ, ერთი წარმატებული კომპანია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დანარჩენი სისულელები, რასაც ბრენდი აკეთებს, გაიტანოს. არ ვიცი, საინტერესოა ძალიან. მე არ მგონია, რომ ახლა ელფის გამო როუდს პრობლემები შეიქმნას, მაგრამ მაინც საინტერესო ამბავია. ისე საინტერესოა თუ იყო ისეთი ციფრები, რომ ჰეილი თავის 200,000 მიიღებს. თუ გახსოვთ, შეთანხმებაში ეგრე ეწერა, რომ თუ კარგ ციფრებს დადებდა როუდი 200,000 იყო, ხო? 200,000 უნდა მიიღო, შემდეგ კიდე დამატებით ჰეილის ელფისგან და საინტერესოა ძალიან. აგუსტინუს პალერმა გადაწყვიტა, რომ ახალი ბრენდი გამოიტანოს ბაზარზე დუა ლიპასთან ერთად. რაც ძალიან საინტერესოა. AB, როგორც იცით, ძალიან ძვირადღირებული ბრენდი არის. ძალიან ძვირადღირებული ბრენდი. და ეხლა გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა თაობას და სოციალური მედიის თაობას ახალი გზით დაუკავშირდნენ, ასე ვთქვათ, კონტაქტზე გამოვიდნენ, როგორც ჩანს, ეს ძალიან ძვირადღირებული პროდუქტები ისეთ შედეგს ვერ
ხდებს როგორც მაგათ უნდათ, არ ვიცი მართალი გითხრათ რა ხდება მანდ, მაგრამ საინტერესო თემა არის ის, რომ გადაწყვიტეს, რომ ეხა Dua Lipa-სთან ერთად Dua, ესე ქვია ბრენდს, უფრო ბიუჯეტური პროდუქტები გამოიტანონ ბაზარზე, AB-ის ხარისხით. ძალიან მარტივად და სწრაფად გითხრას, რომ პროდუქტები, რომლებსაც აქამდე ყიდდა, იმაზე ძვირი ღირდა და ღირს, ვიდრე რეალურად ამ პროდუქტების ფასია. როგორ და აი, ახალი ბრენდი და პროდუქტები გამოიტანოს ბაზარზე და გითხრას, რომ ჩვენი ხარისხია, ჩვენ ვდგავართ ამ ბრენდის უკან, მაგრამ განახევრებული ფასებით. მართალი რომ გითხრათ, რეალურად ბიუჯეტური პროდუქტების შესახებაც არ ვსაუბრობთ, 41-დან $80 ფარგლებშია დამატენიანებლის, გამწვენდის და შრატის ფასები. გასაგებია, რომ $300 არღებს როგორც AB-ის ბრენდის დამატენიანებელი მაგალითად, მაგრამ არც $85-იც ბიუჯეტური არ არის. და ეს ახალგაზრდა თაობას რო შეიძლება უთხრა, რომ იცი რა, აი ეს თქვენთვის გამოვიტანეთ ბაზარზე. სოფლიო ეკონომიკას არ ვუყურებთ, ინფლაციას არ ვუყურებთ. რეალობას ამდენად მოწყვეტილი რამნაირად ვართ, რომ გგონია, რომ $85 კრემი შეიძლება, რომ ეს პროდუქტი იყოს, რომ 30 წლის მომხმარებელს უთხრათ, რომ იცი რა, ეს არის თქვენთვის. ანუ მესმის თემა იდეა არის, რომ უფრო ბიუჯეტურია ორიგინალ პროდუქტებთან შედარებით. მაგრამ რეალურად ბიუჯეტური მაინც არ არის, ეგ ერთი. და მეორე, რეალურად მეუბნები, რომ აქამდე რომ მეგონა, რომ ხარისხი და ინგრედიენტები და ინოვაცია და აი ამაში ვიხდით ფულს, ბრენდი, ასე უცებ ბიუჯეტური როგორ გავხადეთ და ყველასთვის ხალხი საწუნამია ყველაფერი. ანუ აქამდეც ესე იყო. ანუ აქამდეც ტყუილად ვიხდით €300 პროდუქტში, რომელიც თუ $300, რომელიც რეალურად შეიძლება რომ $85-დან გაყიდო და გამოიტანო ბრენდმა ბაზარზე. შენი ბრენდის ლოგო ახატია მაგ პროდუქტებზე. შენი წარმოება. შენი ხარისხი, ამბობ, რომ ჩვენ ვდგავართ ამ ბრენდის უკან. მართალი რომ გითხრათ, ძალიან უცნაური მგონია ეგ, ბავი. Dua Lipa-ს არ ვიცი რომელი Vogue იყო, მე მგონი, skincare დილის რუტინის ვიდეოს უყურე, Vogue-ს აქვს ხოლმე, თუ როგორც იცით, ეგ ასენი ეგ რუბრიკა, რომ სხვადასხვა სელებრიტების რუტინები აქვთ ხოლმე YouTube-ზე. Dua Lipa იყენებდა ამ თავის პროდუქტებს. მართალი რომ გითხრათ რაღაცა, ანუ პატენტირებული ინგრედიენტების შესახებ საუბრობთ და ინოვაციის შესახებ, რაც AB-ს აქვს ზოგადად, უბრალოდ უფრო ნაკლებად მოვინდომეთ ამ ჯერზე. ბოლო სკანდალი, რომელიც აგორდა beauty სფეროში, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავს უკავშირდება, მეგობრებო. ამჯერად Shay Mitchell-ს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს გემახსოვრებათ, როგორ ქვია ქართულად პატარა საყვარელი მატყუარები? პატარა საყვარელი, თუ საყვარელი პატარა. არის პირველი რომელია. მაგ სერიალიდან გემახსოვრებათ, ახალი ბრენდი და პროდუქტები გამოიტანა ბაზარზე ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის. 3, 4, 5 წლის ბავშვებისთვის. ისეთი ამბავი ატყდა, რომ აი ვერ წარმოგიდგენიათ. თვითონ როგორც ისაუბრა, მოდით ახლა ცოტა ესე ობიექტურად ორივე მხრიდან რო შევხედოთ ამბავს, თვითონ როგორც ისაუბრა ინტერვიუში, როცა თვითონ დგას სარკის წინ და თავისი დილის ან საღამოს რუტინა აქვს და მისი შვილები მის გარშემო არიან, ყოველთვის აინტერესებთ დედა რას ისმევს სახეზე და მათაც უნდათ რომ გამოიყენონ ეს პროდუქტები და მათაც უნდათ რაღაცა მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ ამ დედის რუტინაში, რაც ძალიან სასიამოვნო მომენტია, შემიძლია წარმოვიდგინო იმ მხრივ, რომ აი დედის და შვილის ურთიერთობისთვის ძალიან საყვარელი მომენტი შეიძლება იყოს, რომ აი ერთად მივეჩვიოთ რუტინას და კანის მოვლას და ასე შემდეგ, მაგრამ პროდუქტები განსაკუთრებით, რომელიც ბაზარზე გამოიტანეს და რომელთაც დაიწყეს ეს ბრენდი. ჩემთვის ეგ იყო ყველაზე დიდი პრობლემა. გარდა იმისა, რომ 4 და 5 წლის ბავშვებს რუტინა არ სჭირდებათ, პროდუქტები კიდე ცალკე შოკი იყო. ერთჯერადი გამოყენების ნიღბები. და ეს ფოტო, რომელთაც გამოვიდა ეს ბრენდი ბაზარზე, განსაკუთრებით გულისამრევი ფოტოა. ამ ბავშვთან არაფერი არ აქვს, ამას რა თქმა უნდა, დამოკიდებულება საერთო, მაგრამ აი რაღაცა ეს ბავშვური თვალები, ეს ბავშვური სახე და ნიღაბი სახეზე. აი ყველაზე უსარგებლო, ყველაზე არასაჭირო, ყველაზე მეტ ნაგავს რო ვაწარმოებთ, გარემოზე რო ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ, აი არაფერი რო არ მოაქვს რეალურად კანისთვის გარდა დროებითი ჰიდრაციისა და მაქსიმუმ სიცივის ეფექტისა კანზე. აი ზუსტად ამ პროდუქტით ვასწავლით და ვიწყებთ 5 და 4 წლის ბავშვებთან თემა კანის მოვლა და რუტინაზე საუბარს. აი ჩემთვის ეგ იყო ყველაზე
გულის ამრევი მომენტი გულწრფელად რო გითხრათ, აი რატომ მაინდა-მაინც ერთჯერადი გამოყენების ნიღბით. თან სხვადასხვა სახეობები აქვს და ერთ-ერთი არის მზის აბაზანების შემდგომია. სერიოზულად? ეხლა 4 წლის ბავშვებს მზის აბაზანებსაც ვაჩვევთ და ესეც ნორმა არის? ანუ რუტინაზე და კანის მოვლაზე და ასეთ რაღაცებზე ვესაუბრებით ბავშვებს. ნუ მზისგან დამცავზე ხო საერთოდ ლაპარაკი და მეტია, არც კი გვაქვს არაფერი მსგავსი ამ წუთას ყოველ შემთხვევაში. ხაზში არც გვთავაზობს არაფერს მსგავს ბრენდი. თუ მაინდა-მაინც ბავშვებისთვის ზუსტად მაქედან უნდა დაეწყოთ. სუბუქი დასაბანი ლოსიონი, რაღაცა დამატენიანებელი და მზისგან დამცავი. მორჩა, ბავშვს მეტი არაფერი არ სჭირდება. რატომ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას, რომელიც რეალურად არ არსებობს? რატო ვქმნით საერთოდ თავიდანვე პრობლემას, რომელიც რეალურად არ არსებობს? არც ერთ 3, 4, 5 წლის ბავშვს არაფერი მსგავსი არ სჭირდება. მაგრამ ვქმნით პროდუქტებს და გვინდა რომ ისე წარმოვაჩინოთ ეს თემა, გამოვიტანოთ ბაზარზე, რომ თითქოს რაღაცა პრობლემა გქონდეთ 3-4 წლის ბავშვებს, რომელსაც ეს პროდუქტები მოაგვარებენ. აი ეგ რამდენად გულის ამრევია და აი დაფიქრდით 2 წუთით მაგ თემას. კონსუმერიზმის პიკი. ამის იქეთ არაფერი აღარ არის მე მგონი. ოღონდ მართლა. აი ოღონდ რამე ვაყიდინოთ ხალხს. ოღონდ როგორმე ფული გავაკეთოთ, აი რა. განა თვითონ იყიდიან, ეხა თვითონ რა თქმა უნდა ვერ იყიდიან, მაგრამ მშობლებზე გვაქვს გათვლილი. ვიტყვით რომ clean beauty-ა, ვიტყვით რომ არანაირი ქიმიური ინგრედიენტები არ არის შიგნით, ვიტყვით რომ უსაფრთხოა და შეგიძლიათ მშვიდად წაუსვათ თქვენს ბავშვებს სახეზე ეს რაღაცეები, ესე რომ არ იდარდოთ და ხო ვიცით ახლა მშობლები რა თქმა უნდა იყიდიან. მართლა ოღონდ გულწრფელად აი შეგვიძლია ბავშვებს ვაცადოთ ბავშვობა. შეგვიძლია 4-5 წლის ბავშვებს ვაცადოთ რომ ბავშვები იყვნენ. ისედაც ისეთი საშინელი სტერეოტიპების სამყაროში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით როცა ქალებს ეხება საქმე. როგორ უნდა ჩაიცვა, როგორ უნდა გაიარო, როგორ უნდა დაჯდე, როგორ უნდა დაილაპარაკო, როგორი შთაბეჭდილება უნდა დატოვო, მაკიაჟი როგორი უნდა ქონდეს, ამ სიტუაციას უნდა მოერგო, იმ სიტუაციას უნდა მოერგო, აქაც ყოჩაღი უნდა იყო, იქაც ყოჩაღი უნდა იყო, 3 შვილიც უნდა გაზარდო, მაგრამ უსაქმურად ხო არ უნდა იჯდე, თან კარიერაც უნდა გქონდეს. თან ცუდი დედაც არ უნდა იყო, თან ფორმაში უნდა იყო. ანუ იმდენი სტერეოტიპის გარემოცვაში გვუწევს ზრდასრულ ქალს შემდეგ მთელი ცხოვრება, მთელი ცხოვრების გატარება. შეიძლება რომ 4-5 წლის ასაკში ამ ბავშვებს სიცოცხლე და ცხოვრება ვაცადოთ. ეხა მანდაც უნდა ჩავძვრეთ. ცოტა ლორეალის სპრეი რო დღის ბოლომდე დარჩეს მაკიაჟის სახეზე. ამის ვერ ეხა ფანჯარა და კარი უნდა გავაყოდო, ცოტა ხანი სუფთა ჰაერზე გავიდე და დაგიბრუნდებით. 2000-იანი წლების სუნამოები გვიბრუნდებიან, მეგობრებო. სარა ჯესიკა პარკერმა გადაწყვიტა, რომ დაგვიბრუნდეს ახალი სუნამოთი. ეს იქნება Lovely Noah პარფიუმის ვერსია. მსხალი, მანდარინი და ჟასმინი, ბენზინი, პეონი და სანდალისხე, ვეტივერით, ქარბით და პაჩულით. ოკეი, ძალიან საინტერესო ნოტებია. ცოტა ესეთი ტიპიური დიზაინერის და სელებრიტების სუნამოები, მაგრამ ჩემ ფავორიტ ნოტებია შეგნით მანდარინი, მსხალი, სანდალისხე. სარა ჯესიკა პარკერის სხვათა შორის ერთი სუნამო მაქვს სტაში, რომელიც ძალიან ძველი სუნამოა, რომელსაც სამწუხაროდ ესე ვეღარ იყიდი ყველგან, ასე ვთქვათ. ნუ დარწმუნებულად თუ მოინდა ფრთხილად იპოვი და იყიდი eBay-ზეც და Amazon-ზეც, ნუ იმედი მაქვს, რომ ბევრი ყალბი პროდუქტი არ არის ბაზარზე. როგორც წესი, ესეთ უფრო ბიუჯეტურ სუნამოებს ნაკლებად აყალბებენ ხოლმე, უფრო ძვირად ღირებულ ბრენდებზე და სუნამოებზე ვიქნებოდი ფრთხილად, იმიტომ რომ აი 15 და 20 დოლარიან სუნამოს რო აყალბებ, აი რა მოგებას ნახულობ, მაგას რა აზრი აქვს არა? რატომღაც ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ასეთი ფასის სუნამოების გაყალბებას რა აზრი აქვს. ხო და ძალიან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უცხო. ძალიან უცხო, აი ძალიან იშვიათად რო იპოვი, აი ეგეთი სუნამოა ის რაც მაქვს სარა ჯესიკა პარკერის. ამიტომ ეს სუნამოც ძალიან მაინტერესებს. ის იუნისექსია, ეს ქალბატონებისთვის არისო. ხო და სხვათა შორის პრადასაც აქვს ახალი სუნამო, ველოდებით უფრო სწორად Infusion de Santal Chai. არ ვიცი რა ვთქვი, მაგრამ წავიკითხე რაცაც. ციტრუსი, კარდამილი, ჩაი ლატეს ნოტაო, სანდალისხე და მუშკი. პრადა. ჩაი ლატე. ციტრუსის და ილის ნოტებით. ცოტა ესეთ იუნისექსი მიმართულება აქვს ჩემთვის, მე ასე ვფიქრობ, ასე წარმომედგენია, მაგრამ გაჩნია რამდენად ტკბილია. კრემოვანი სანდალისხეო, სპაისი არომატები, სპაისი ჩაი ლატე, ხის და რძის
მიმართულების სუნამო იქნება. როგორ ფიქრობთ, ვიპოვი პრადასგან პარადოქსის შემცვლელ ახალ ფავორიტს 2026 წლისთვის? გამოუჩნდა პარადოქს კონკურენტი ბაზარზე. მაინტერესებს ძალიან. ერთი სული მაქვს, როდის დაიდება მაღაზიებში, რომ შევვარდე და დავტესტო. და YSL-მა კიდე ერთი ლიბრას ფლენკერი გამოიტანა ბაზარზე. ხალხი შემაძულებენ ამ სუნამოს. აი იმდენს იზავენ, რომ ამ სუნამოს შემაძულებენ, ხო ვამბობ რა. ეს იქნება ეხა კენკროვანი ხილის მიმართულების სუნამო და ფლენკერი კენკროვანი ხილის მიმართულებიდანო. არ ვიცი ხა ამ ზამთრისთვის კენკროვანი ხილი. ნუ პრინციპ ხო, არ ვიცი რა რამდენად თვად ხილოვანი სუნამოს სეზონია გააჩნია ხა კენკროვანი ხილის ცოტა ესეთი თქვათ მთვრალი კენკროვანი ხილი. მაგ მიმართულებითაც შეიძლება გაკეთება და ზამთრის სეზონისთვის მორგება და ცივი სეზონისთვის, მაგრამ მალე იქნება ჯერჯერობით ბევრი არაფერი არ ვიცით. ვიცით ის რომ კენკროვანი მიმართულების იქნება. Berry Crush. სუნამოს სახელს ვერ ვიფიქრებთ, ფლაკონს ვერ ვიფიქრებთ, დიზაინს ვერ ვიფიქრებთ. რაღაცა ერთი რომ გამოვიტანეთ ბაზარზე და იმუშავა, ხო არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ აი სანამ არ გავაფუჭებთ იმას, რაც ფუნქციონირებს და კარგია. არ ვჩერდებით და ჭუას ვერ ვსწავლობთ. დღეს თვალის მაკიაჟის ხასიათზე არ ვარ და ასე დროს ტუჩით ცოტა ფერის შეტანა სახეზე ყოველთვის კარგი იდეაა. ეს არის Essence-ის ტუჩის კონტური 207 ნომერი My Passion და ეს არის L'Oreal-ის კლასიკური ტუჩსაცხი 920 ნომერი. ესენი მიყვარს ძალიან, ესენი ძალიან გვანან YSL-ის კლასიკურ ტუჩსაცხებს სხვათაშორის. საეჭვოდ ძალიან გვანან. ხო და როცა თვალის მაკიაჟი არ მაქვს ხოლმე, რაღაცა ძალიან კარგი კომბოა სხვათაშორის. ვისაც გიყვართ ეს ფერი და მოიხდენთ, ძალიან კარგი ბიუჯეტური კომბო გამოდის, ძალიან კარგი ტუჩსაცხისთვის. დღევანდელი სიახლეები, მე მგონი სულ ეს მაქვს მართალი რომ გითხრათ თქვენთვის, არ ვიცი, შევხედავ კიდე რამე ხო არ მაქვს ჩანიშნული. არის რაღაცა ახალი პროდუქტები ბაზარზე, რომლებზეც შემდეგ Beauty News-ების ვიდეოში გესაუბრებით. იანვრის ბოლოს სავარაუდოდ დეკემბერში არ მექნება Beauty News-ების ვიდეო, მაგისი ადგილი აღარ მაქვს დეკემბერში დარჩენილი. ასე მაქვს დაგეგმილი, რომ დეკემბრის თვეში კვირაში 2 ვიდეო მექნება. და რომ ძირითადად ფავორიტების შესახებ საუბრობთ და ასე მაქვს გადანაწილებული, რომ ვერ ჩაეტევა ყველაფერი 4 კვირა თუ 5 კვირა და 4 თუ 5 ვიდეოში და ცოტა მეტი დროც მაქვს და ეს ფავორიტების ვიდეოები ჩაწერაც ესეთი რთული თემა არ არის, იმიტომ რომ უკვე კარგად ვიცნობ პროდუქტებს, გამოცლილი მაქვს, გატესტილი მაქვს და თავისუფლად და მარტივად შემიძლია გესაუბროთ ამ პროდუქტების შესახებ და კიდე რამდენიმე საინტერესო ვიდეო მაქვს თქვენთვის დაგეგმილი ფავორიტების სიიდან, ასე ვთქვათ, ჩემი ფავორიტი სერიალების და ფილმების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომლებიც 2025-ში ვნახე, მთხოვეთ სხვათაშორის რამდენიმე რომ შარშა მქონდა იქ ვიდეო და იქნებ წელსაც გააკეთო და ისედაც უგეგმავდი და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ აუცილებლად. საკმაოდ ბევრი ფილმი და სერიალი მაქვს, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო და არ ვიცი. შევეცდები რომ საუკეთესოები ამოვარჩიო და ერთ ვიდეოში ჩავატიო და ჩემთვის იმდენად საინტერესო კატეგორია და თემა არის ეგ, რომ შეიძლება 2026-ში უფრო ხშირადაც ჩავწერო მსგავსი ვიდეო, სეზონზე ერთხელ მაგალითად გაზაფხულის ბოლოს შემოდგომის ბოლოს და მე ზამთრის ბოლოს, რომ წლის ბოლოს ყველა ფილმის და სერიალის შესახებ ერთ ვიდეოში არ მქონდა სასაუბრო, იმიტომ რომ არის ბევრი საინტერესო თემა, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, მაგრამ არ მგონია რომ ყველაფერი ერთ ვიდეოში ჩავატიო, ამიტომ ნახოთ. კიდევ რაც ვიფიქრე, სხვათაშორის თქვენგან მოწოდებული იდეაა, ერთ-ერთ თქვენგანისგან Instagram-ზე, რაღაცა ვიდეო მქონდა გადაზიარებული სტორიზე. სავარაუდოდ რომელიმე სიტკომის აბუნარჭვერი ვიდეო იყო სავარაუდოდ Instagram-ზე და ის მქონდა გადაზიარებული და ვიღაცა მომწერა, რომ ანუ სკინკეარს და მაკიაჟის გარდა კიდე ვის უყურებ სოციალურ მედიაში, ვინ გავს საინტერესო ადამიანები გამოწერილია და ძალიან საინტერესო თემა. ძირითადად ინტერნეტის ბუნელი მხარე და ეს ინფლუენსერების სიგიჟეები და უაზრობები და ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ასეთი რაღაცების შესახებ ვიდეოების კატეგორიაში, სადაც ეგ თემები გვაქვს და გადავწყვეტე, რომ მოდი რატომაც არა ერთ ვიდეოში იმ ინფლუენსერების და არხების შესახებ გესაუბრებით, სკინკეარს და მაკიაჟის იქეთ, რომლებსაც ძალიან ხშირად ვუყურებ ყოველდღიურად და ჩემი აბსოლუტური ფავორიტები არიან და დიდი სიამოვნებით გავუწევ თქვენთვისაც რეკომენდაციას თუ აღმოჩნდება, რომ ერთი და იგივე კატეგორიები და თემები გვაინტერესებს YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. ხო და გადავწყვეტე, რომ ერთი ვიდეო მაგის შესახებაც ჩავწერო და ცოტა პოზიტიურადაც ვისაუბრო რამდენიმე კრეატორის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში. არ გავთამამდით, გამონაკლის შემთხვევაში. ფავორიტი სუნამოების ვიდეო მექნება აუცილებლად, 7-8 სუნამო ვიყიდე, შემომიყიდა.
2028-ში მაქვს უდანაშაულო სახე და მაგს უნამოების შესახებ გესაუბრებით, სკინკეარ ფავორიტები, რა თქმა უნდა, სახის და სხეულის მოვლა და ფავორიტი მაკიაჟიც, პროდუქტები, რომლებიც გამოვცალე 2025-ში, ან რეგულარულად ვიყენებდი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ გესაუბრებით მაგ პროდუქტების შესახებაც. 2025 წლის ბოლო beauty news-ებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წელი იყო. beauty სფეროში და beauty სამყაროში. საინტერესო წელი იყო ძალიან. წელს კიდე განსაკუთრებით აი საბოლოოდ დავინახეთ, მე მგონი ბრენდები, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს პანდემიის პერიოდი და კორონას პერიოდი და ფინანსური არასტაბილურობიდან გამოაღწიეს და რეალურად ფეხზე დგანან და დარჩებიან და შემდეგ წელსაც ვიხილავთ ახალი პროდუქტებით ბაზარზე და ბრენდები, რომლებმაც ძალიან შეეცადეს, ძალიან მოინდომეს გასულ წელსაც და 2025-ში, რომ აი სხვა ტრენდებს მორგებოდნენ, TikTok-ერებს მორგებოდნენ და როგორმე ის ფინანსური კრიზისი რაც ჰქონდათ 2021-22-23 წელი როგორმე ისევ ფეხზე დამდგარიყვნენ, მაგრამ აი Drunk Elephant მაგალითად როგორი წარმატებულები იყვნენ რაღაცა პერიოდის მონაკვეთში TikTok-ზე, როცა ამ ბავშვებმა მათი პროდუქტების გამოყენება დაიწყეს და ეხლა ვხედავთ, რომ შისეიდო, რომელსაც Drunk Elephant ეკუთვნის, გაყიდვაზე ფიქრობს და ძალიან გადახალისებაზე ზოგადად თავისი პორტფოლიოს, როცა ბრენდებს ეხება საქმე, იმიტომ რომ ძალიან დაბლა წევს მათ ციფრებს, წითელ ციფრებში გადაყავს შისეიდო Drunk Elephant-ს. ნახოთ რა ახალ ტრენდებს მოგვიტანს 2026 წელი. მე როგორც ვხედავ, ფერადი მაკიაჟი ბრუნდება. უბრალოდ ფერად მაკიაჟი გულისხმობ, რომ მაკიაჟში ფერები ბრუნდებიან. ნელ-ნელა ბრუნდება თვალის შრეების პალიტრები, თვალის ჩრდილები როგორც მაკიაჟის ნაწილი და ფერები ბრუნდებიან, რეალური მაკიაჟი ბრუნდება მაკიაჟში. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ესეა. ნელ-ნელა ვხედავ, რომ რეალური მაკიაჟი გამოდის ბაზარზე. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და ვისაუბროთ შემდეგ ერთი წლის შემდეგ კიდე მაგ თემის შესახებ, რამდენად გამართლდება ეგ ამბავი. მე ვფიქრობ, რომ 2026 წელი იქნება წელი, როცა ხილვადი მაკიაჟი დაუბრუნდება მაკიაჟის სამყაროს. ხილვადი თვალის შრდილების ლუკები, ხილვადი ლაინერი, ხილვადი ტუში, ხილვადი წარბი გვიბრუნდება ჩემი აზრით რეალური მაკიაჟი. ჰაილაითერები გვიბრუნდებიან ჩემი აზრით. აქამდე ძალიან იყო ბლაში, ბრონზერ ბლაში, ბლონზერს, რასაც ეძახდნენ ბლაშის და ბრონზერის გაერთიანება. აი თემები ტონალურის ქვეშ გამოსაყენებელი ბრონზერები და კანის გასათბობად და თითქოს ბრონზერი არ გისვია რა, მაინც რო ცოტა ბრონზი ეფექტი გავს. აი ყველაფერი ხო ვნახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ხა 2016 წლის ჰაილაითერები, ჯაკლინ ჰილსის ჰაილაითერი კოსმოსიდან რო ჩანდა, ეგ ეფექტი დაბრუნდება ისევ თუ არა. მე ჭრება ასე სწრაფად მოხდეს დაბრუნდეს ეგ მოდა, მაგრამ ნელ-ნელა ისევ მივდივართ მაგ მიმართულებით, გვიბრუნდება მაკიაჟი. სიამოვნებთ გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ მაგ ამბავზე, თქვენ რამდენად ფიქრობთ, რომ რეალურად ბრუნდება ეგეთი მაკიაჟი თუ თვითონ რომ მაკიაჟი არ მისვია, მაგრამ 2 საათი რო ვიჯექი სარკის წინ სახლიდან გასვლამდე ტრენდი და მაკიაჟი გააგრძელებს სიცოცხლეს. თქვენ რომელი უფრო რეალური გგონიათ? ოკეი, კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. Bol Beauty News-ების ვიდეოსთვის 2025 სულ ეს იყო. თუ სხვა მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგდავთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწროთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!